ეს შენ გეხება ისევ გვისმენენ კამპანიაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების მხრიდან მას წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იმ ადამიანებს, რომლებსაც არასამთავრობოების მიმართ კითხვა სად იყვნენ აქამდე უჩნდება, საჯარო დებატებს თავაზობს და საიას მიერ გატარებულ ღონისძიებებს ახსენებს. კახა კოჟორიძე ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით პარლამენტში შეტანილი ცვლილებების მიღების აუცილებლობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ცვლილებების განხილვა პარლამენტში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. პოზიციას იზიარებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თავმჯდომარე ეკა გიგაურიც. მისი განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება არასამთავრობოების შეფასებებში არაადეკვატურია, რადგან დაავიწყდა ოპოზიციაში ყოფნის დროს რამდენჯერ მოუხდათ არასამთავრობოებს მათი უფლებების დაცვა. კითხვა სად იყვნენ ეს ადამიანები, მე მგონი არარელევანტურია და ამნეზია დაემართათ იმ პირებს, რომლებიც ამაზე საუბრობენ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ისინი იმყოფებოდნენ მაშინ ოპოზიციაში და ძალიან კარგად იცოდნენ სად ვიყავით ჩვენ, იმიტომ რომ არაერთხელ მოუმართავთ ჩვენთვის გარკვეული თხოვნებით და რა თქმა უნდა ჩვენთვის პრობლემა არ იყო, რომ ნებისმიერი და არა მარტო მათი უფლებები დაგვეცვა. ჩვენთვის ადამიანის უფლებათა სტრატეგიას არ აქვს დეკლარაციული ხასიათი, რომელიც უბრალოდ სადღაც ფურცელზე დაიწერება, ან ინტერნეტში განთავსდება და შემდეგ ამას რეალური შედეგები არ მოყვება. ჩვენთვის ამას აქვს ის დატვირთვა, რომ იქ აღწერილი პრობლემები და გასაკეთებელი ღონისძიებები კონკრეტულად პრაქტიკაში გატარდება და რეალურად ჩვენ მივიღებთ ცვლილებებს ძალიან ბევრი მიმართულებით. ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და საქართველოს მოქალაქეების, გამოკითხული მოქალაქეების 60%-ზე მეც გაუქრეს რწმენა იმისა, რომ ისევ გვისმენენ.